მეგობრებო, მოვედით ჯილის ავტოსალონში. ჯილიმ გამოუშვა ბრენდი, რომელსაც ქვია Galaxy. ეს არის ბრენდი, რომელიც შექმნილია პრაქტიკულად იმისთვის, რომ გაანადგუროს ყველა სხვა ავტომობილი ფასით და ხარისხით. ფასი და ხარისხის შეფარდებაზეა საუბარი. უშვებს ჰიბრიდულ ავტომობილებს. ნახოთ, რა არის ჯილის ბრენდი Galaxy. აბა ნახოთ რა არის. ამ ავტომობილში უნდა ჩავასხათ. უაა! არა, ეს ეგრეთ წოდებული ვინტი არ არის, ეს არის გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. მეგობრებო, წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომელსაც ქვია ჯილი M9. ეს არის სრულზოვანი, სრულფასოვანი, სრული ზომის ავტომობილი, SUV რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ როგორც უკანა წამყვანით, ასევე 4x4-ზე, რომელსაც აქვს 1.5 ლიტრიანი ტურბოძრავი, 163 ცხენის ძალიანი და ელექტრომოტორები 707 ცხენის ძალით. ამ ავტომობილის ფასის სეგმენტი არის $40,000, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რომელი ვერსია ავიღოთ 4x4-ზე თუ უკანა წამყვანი, რა თქმა უნდა, აი ამ ზომის ავტომობილის თვის, რომელიც არის Zikr 9X-ის ან Nissan L9-ს ზომა პრაქტიკულად, ალბათ უკანა წამყვანიანის აღება არ ღირს, იმიტომ რომ ის რამოდენიმე 3-5,000 ღირს იმისათვის, რომ დაამატოთ, იმისთვის, რომ მიიღოთ 4x4-ზე. ეხლა კი ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს ეს ავტომობილი, რომელიც არის დიდი, რომელიც დგას პნევმატურ დაკიდების სისტემაზე, ორმაგ პნევმატურ დაკიდების სისტემაზე. ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს და გავაკეთოთ ამ მანქანის მიმოხილვა. რა არის ჯილი M9? განვიხილოთ ჯილი M9-ს ექსტერიერი. პირველი რაც ხვდება თვალებში, ეს არის დიდი ზოლი წინა ოპტიკას შორის, რომელიც შიგნიდან ანათებს თითქოს რაღაც პატარა ოთხკუთხედი ვარსკვლავებივით არის მთელ სიგრძეზე. და ზევით რა თქმა უნდა ზოლი. ამ ავტომობილის წინა ნაწილი ძალიან მაგონებს რაღაცნაირად დამრგვალებულ, უფრო გალამაზებულ Land Cruiser-ს. არ ვიცი რატო ეს ჩემი სუბიექტიური ეს არის აზრია. ლამაზი რაღაც ისენი აქვს შიგნით წინა ოპტიკაში, სხვადასხვა ფერები, ლამაზად გამოიყურება, შეიძლება ახალია და იმიტომ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც ხედავ, იმას ვამბობ. საბურავები, რა თქმა უნდა, აქ იქნება რა საბურავები არის? GT Control P10. არ ვიცი ეს რა საბურავებია, ამას არ უყენია საბურავები. Pirellis და Michelin-ის და Bridgestone-ების, ამას უყენია რაღაცა, მე მგონი, ჩინური საბურავი. შემდეგ ფეხის ჩამოსადები, დიდი სარკეები, ჩვეულებრივი მექანიკური კარები, საკმაოდ დიდი ზომა, საკმაოდ მაღალია. ბევრს ვერაფერს ვერ მოგიყვებით ამ ავტომობილის შესახებ. ნახოთ, თუ რა ხდება ჯილი M9-ში. პირველი შთაბეჭდილება ისევ და ისევ იგრძნობა, რომ ეს მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ბაზაზე დგას 9X-თან, იგრძნობა მაინც, რომ ეს არის ჯილი, უფრო დაბალი სეგმენტის, დაბალი ფასის სეგმენტის ავტომობილი. ჩავჯდეთ შეკიდა, ვნახოთ რაზეა საუბარი. იგრძნობა იმით, რომ არ აქვს ელექტრონული კარებები. ვაიმე. მასალა. ვერ გეტყვით რა აქ არის. ან ცუდი მასალა რაღაცა, აქაც არის ნატურალური, ალბათ. კი, ნატურალური ხე, ტყავის ინტერიერი, დიდი უზარმაზარი მონიტორი. ტრადიციულად ორი სატენი, მაგრამ რა ხდება აქ? მექანიკური საჭის რეგულირება.
საკმაოდ დიდ დიაპაზონში დადის, მაგრამ არის მექანიკური. მექანიკური არა, გვაქვს მართვის ღილაკები, რა გვაქვს აქ არაფერი, ავწიეთ, ჩავწიეთ, დაუბლოკეთ ბავშვებს უკანა სავარძელზე. ვზივარ. პრინციპში კარგად სავარძელი მორგებულია, ანუ გვერდიდან კარგად უჭირავს ზურგი. იცით რა შეიძლება საქმე? მგონია რომ ფართე, ვთქვათ ასე, აღნაგობის ხალხს ალბათ არც თუ ისე მოეწონება ეს სავარძელი, იმიტომ რომ არის გრძნობიდან მიხედვით არის უფრო ვიწრო. ჯილის აქვს ესეთი პატარა რაღაცეები, როგორიც არის აქსესუარები, რაც შეიძლება დადგეს ინტერიერში. ამ აქსესუარების დასაყენებლად ავტომობილს აქვს სპეციალური ჭანჭიკები, რომელიც არის დამაგრებული შიგნით ინტერიერში. მოდით გაჩვენოთ ეს ჭანჭიკები. ეს არის ჭანჭიკები, რომელიც შეიძლება მოხსნათ და აქ დააყენოთ რაღაც აქსესუარი. ამიტომ არ გეგონოთ, რომ ეს უბრალოდ რაღაცა ეგრეთ წოდებული ვინტია, არა, ეს ეგრეთ წოდებული ვინტი არ არის, ეს არის რაღაცა, რაც გამოიყენება პრაქტიკული გადმოსახედიდან. აქ გვაქვს კამერა, დეფლექტორები. ნორმალურად ვზივარ. ძალიან კარგი შეგრძნება არის, დიდი ზომის ავტომობილი. რას გვაძლევს ჯილი M9 შიგნით? დავხუროთ კარები. დაიწყო რეგულირება, წავიდა სავარძელი წინ, მოკლედ გავასწოროთ. რა არის აქ? როგორც გითხარით, 2.50 ვატიანი დამტენი. რეგულირებადი ეს რაღაცას არეგულირებს, ამ შემთხვევაში ხმას. კი, კარგად ფიქსირდება, მაგრამ მაინც აქვს რაღაც დიაპაზონი იქით-აქეთ როცა მოძრაობს და არაფერს არ შვება. რასაც მაგალითად იგივე ბრენდის, უკაცრავად ესე იგი ზიკრი ვიცით რომ ჯილია, ზიკრის შემთხვევაში ესეთი რაღაცა არ გვექნება. ორი საჭიქე. აი შეხედეთ, დავაჭირე. კი, დავარქვათ რომ მისაღებია. აქ დაბალი ზომის armrest-ში ჩასადები ადგილი. შთაბეჭდილება ისეთი მრჩება თითქოს ამაში უფრო ნაკლები ადგილია, ან უბრალოდ წინა ნაწილი ეგრეთ წოდებული ტორპედოსი არის ამაღლებული, იმიტომ რომ მე თუ ავწევ სავარძელს ზევით, უკვე საკმაოდ ახლოსა ვარ სახურავთან. შეგრძნება ისეთია თითქოს უფრო ვიწროაო. არ ვიცი, შევამოწმეთ ციფრებით და ვნახავთ რა ხდება. ჩვეულებრივი მანუალური სარკე, რომელსაც ღილაკი არ აქვს იმისთვის, რომ გადავრთო კამერაზე. ამასობაში თუ უკან არის ღია, ჩამოწეული მონიტორი, უკვე ვხედავ მხოლოდ მონიტორს. როდესაც ვაღებთ კარებს, მაგალითად ერთ-ერთი ფუნქცია ჩანს თუ რა ხდება გვერდზე, იმისთვის რომ არ გააღოთ კარები და სხვა მანქანა ამასობაში ვინც მოდის უკან არ დაგეჯახოთ. მონიტორი ერთი მთლიანი მონიტორია. უყურეთ, ზოლი შუაში არ აქვს, იქ იყო გაყოფილი ორად, ეს არის ერთი მთლიანი, რომელიც არ არის გაყოფილი, ერთი დიდი მონიტორია. რა ხდება აქ? არანაირი სენსორული ღილაკები, რომელიც აღებს მაინც ხარისხი, მაინც უფრო სხვა არის. კარგი ხარისხია. არაფერი ცუდი არ არის იმაში, სხვადასხვა ეს ჩამოსაკიდებელია რაღაც ტვირთის. არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ უფრო სხვა პრემიალურ ბრენდებს რო ვადარებთ, თითქოს უფრო დაბალი ხარისხია, მაგრამ ისევ და ისევ ყველაფერი ხდება შედარებაში. გააჩნია რას ადარებთ. ჩვენ ვადარებთ უმეტეს შემთხვევაში ვადარებთ ძალიან პრემიალურ ავტომობილებს, ამიტომ მე მოვრჩები ესეთ შედარებებს და განვიხილავ თუ რა არის კონკრეტულად ეს ავტომობილი. აქ ამ ავტომობილში გვაქვს პატარა მინი ლუკი, აბა ვნახოთ, რომელიც არის მხოლოდ პანორამა, ეს არ იღება. გვაქვს უკანა ნაწილი უკვე, მაგრამ ისევ და ისევ ვზივარ წინ, მაქვს head-up display, ცოტათი უფრო მარტივი, მაგრამ მაქვს წვრილი დისპლეი ცხვირწინ და უზარმაზარი დისპლეი შუაში. ცენტრალური კონსოლის ქვეშ
მაქვს ადგილი, სადაც შემიძლია დავალაგო რაღაცეები და მაქვს აბა ვნახოთ რა არის ეს. ვიცით რა არის ეს. ეს არის კი ბატონო, აქ თუ არ ვცდები იდება არომატიზატორები. 3 არომატიზატორი უნდა ჩასვათ შიგნით და შემდეგ შეგიძლიათ ეს არომატები გამოუშვათ კლიმატ კონტროლში. არ გინდათ ამორტიზატორები იხურება. მე მგონი ზედმეტი მეტი არაფრის თქმა ამ ავტომობილზე არ შეიძლება, ეს არის ნორმალური ხარისხის ალბათ ბევრ ბრენდს სხვა ბრენდებს თუ შევადარებს სხვათაშორის. ნორმალური არა, კარგი ხარისხის ავტომობილი, ყველანაირი ფუნქციონალით რაც შეიძლება ავტომობილში დაგჭირდეთ. აი მაგალითად აი აქ, აი ახლა ამ წუთას ხელი მოусვი და იცით ცოტათი მიჩხაპნის ხელს. ანუ არ არის ესეთი სუპერ მაღალი პრემიალური ხარისხის დამრგვალებული დეტალები, სადაც ხელს რომ მოусმოთ ქსიამონებს. აქაც ქსიამონებს, მაგრამ აი აქ მაგალითად უკვე ჩხაპნის. ისევ და ისევ ეს არის ჯილი და არა რაღაცა ზე ექსკლუზიური ბრენდი. ვნახოთ რა ხდება ჩემი სავარძლის უკან, როდესაც მე ვზივარ წინ. ჯილი M9-ს უკანა ნაწილი გამოვცადოთ. როგორც კი გავაღე კარები, სავარძელმა მიიღო უკვე უფრო კომფორტული პოზიცია იმისთვის, რომ კარგად გამოვიდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე მაინტერესებს ჩემს უკან როგორ ვზივარ, ისევ გავასწორებ ისე როგორც მე უნდა ვიჯდე, აი ესე. კი ბატონო, შევინახოთ ეს პოზიცია, შევინახეთ. არ დავხურავ კარებს, რომ სავარძელი არ დაბრუნდეს სხვა პოზიციაში და ვნახოთ რა ხდება უკან. რა ხდება უკან? ორი დამოუკიდებელი სავარძელი, როგორც ამ ზომის ავტომობილს შეეფერება. ჩავჯექი და უკვე პირველი რაც ვიგძენი, ეს არის ის, რომ არის ცოტათი სხვანაირი, უფრო პატარა, უფრო მოკლე ქვედა ნაწილით არის უკანა სავარძელი, ანუ მე არ მყოფნის. მე მინდა იყოს უფრო გრძელი. რა თქმა უნდა, როგორც მე ვიცი, ამ ავტომობილს აქვს აი ეს გამოსაწევი ფეხების დასასვენებლად, მაგრამ მაინც სავარძელს აქვს სხვა ფორმა. გააჩნია რას ვადარებთ. ჩვეულებრივად დასაჯდომად სავარძელი მშვენიერია. რას გვაძლევს ჯილი M9 უკან ინტერიერში. პირველ რიგში ადრე ორი დამოუკიდებელი სავარძელი ასოცირდებოდა ისეთ პრემიალურ ბრენდებთან, როგორც იყო Mercedes-ი და ასე შემდეგ, როდესაც უკან გვაქვს აი ცალკე სავარძლები და რაღაცები. ახლა კი 40,000-იან ავტომობილში გვაქვს სავარძლები, რომელსაც აქვს გათბობა, გაგრილება, მასაჟი და კომფორტული პოზიცია, რომელიც დაგაწვენთ და გაგიკეთებთ მასაჟს, ფეხებს გაგიშლით და ასე შემდეგ. მონიტორი მეორე რიგში, რომელიც გვაძლევს საშუალებას აქედან ჩავრთოთ მასაჟები, გათბობა, გაგრილება, ამოვირჩიოთ. ეს არის წინა სავარძლისთვის, უკანა სავარძლისთვის, მარჯვენა წინა სავარძლისთვის და მარჯვენა უკანა სავარძლისთვის. აქედანვე ვარეგულირებთ კლიმატ კონტროლს, აქედანვე ვარეგულირებთ ყველაფერს. იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ ქვევით პატარა დისპლეიზე, რომელიც აქ არის, აქვე აქვს USB პორტები მარჯვნივ მარცხნივ, Type-C სხვათა შორის, Type-C 1, Type-C 2 მარჯვნივ მარცხნივ და რეგულირება სავარძლების. ასევე ჩვენ აქ გვაქვს ჩავრთოთ მაცივარი, რომელიც როგორც ვიცით, აგრილებს და ათბობს. ესეც არის. ვაჭერთ ღილაკს, გამოვიდა მაცივარი, ისროლა პრაქტიკულად. აი ამ წუთას მოვუმატებე ტემპერატურას და უკვე ცხელი ჰაერი უბერავს მაცივარში. ეხლა კი რა ვქნათ? ვზივარ მე მეორე რიგში, აქ მაქვს კამერა, რომელიც იხურება თუ არ გნებავთ, რო იყოს. აქვე მაქვს დეფლექტორები, აქვე მაქვს შუშა, რომელიც სენსორული არ არის, ღილაკია უკვე, ისევ და ისევ 40,000-იანი მანქანაა და არა 140,000-იანი. სანამ გადავჯდები მესამე რიგში, გადმოვჯდები მეორეზე და შემდეგ წავალ მესამეზე. გაჩვენოთ ყველაფერი. რა გვაქვს? აქ გვაქვს საჭიქე და ეს მოძრაობს. გავასწორებ სავარძელს ისე როგორც მე მინდა და მე გემრიელად ვიჯდები. აი დავჯექი გემრიელად, ჩამოვწიე
ხელი და რა მაქვს აქ? აქ მაქვს მაგიდა. შეხედეთ, მე მაღალი ფეხები მაქვს, მაგრამ კარგად მიდევს ეს ფეხები, აქ არ მიშლის, აქ შემიძლია ლეპტოპი დავდო, შემიძლია რაღაც სხვა რამე დავდო, საკმაოდ მყარი რამ არის. აქ მაქვს ფეხების დასასვენებელი ადგილი. რატო ამახვილებ ამაზე ყურადღებას? იმიტომ რომ შემიძლია დავაჭირო რილაქს, წავა წინა სავარძელი წინ და მე შემიძლია ხელით, რა თქმა უნდა, მანუალურ რეჟიმში, მაგრამ ყველა ეს ფუნქცია, ანუ ერთი ღილაკით დაეჭირა რაღაცა, ნახეთ როგორ დაიკეცა. შეხედეთ როგორ დაიკეცა სავარძელი. წავიდა წინ, всё, თავისუფალია. სამწუხაროდ ამაზე მეტი, ეს სავარძელი ამაზე მეტი უკან არ მიდის. ეს არის მისი მაქსიმუმი. შემიძლია მხოლოდ დავაწვინო და ჩამოვალაგო ფეხები აქა. ან გამოვწიო ეს და ასე ჩავგააჩნია ჩემს სიმაღლეს რა. ჩემ შემთხვევაში საკმაოდ გრძელი ფეხები მაქვს, ამიტომ დეფიკა. თუ ბავშვი ან ცოტა დაბალი სიმაღლის ადამიანი დაждდება, რა თქმა უნდა გამოიყენებს ამას. რაც ეხება ეხლა კი, იქიდან გამომდინარე რომ მეტი ამ ავტომობილში არაფერი ზესაინტერესო არ გვაქვს. ისევ დავჯდები ესე და ნახავ რა ხდება მესამე რიგში. აუწიე ეს უნდა ავწიო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მიშლის ხელს და წავედი უკან მესამე რიგში. მესამე რიგი. რა ვარიანტები მაქვს მესამე რიგის? მესამე რიგში მაქვს მხოლოდ რამოდენიმე ფუნქცია. სავარძლების გათბობა, ზურგის გაწევა, ზურგის გამოწევა. შუა ნაწილი არ მოძრაობს წინ უკან და მეტი პრინციპში არც არაფერი. მაქვს დინამიკი, USB Type-C, დეფლექტორი შუქი და ცალკე, რა თქმა უნდა, პანორამა არ მაქვს, მაქვს პანორამა ის, რომელიც იწყება შუიდან და მოდის ჩემს თავამდე. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი დგას Zeekr 9X-ის ბაზაზე, მაინც თითქოს ოდნავ უფრო მოკლეაო. მე ესე მეჩვენება 9X ქონდა აქამდე სახურავი, შემდეგ იწყებოდა კიდევ ერთი პანორამული პატარა ლუკი, ამ შემთხვევაში არა. მაგრამ ისევ და ისევ, შეხედეთ, ვზივარ და შემიძლია საკმაოდ დიდი რაოდენობის დრო, აი რაც სამწუხაროა, აქედან ვერ ვმართავ წინა სავარძელს, ანუ მე აქ ღილაკი იმისთვის, რომ გავწიო წინა სავარძელი, არ მაქვს, უნდა ვთხოვო ვინმეს, რომ წინიდან გაწიოს სავარძელი, თან აქ და კარებზე არ აქვს ღილაკები, ღილაკები აქვს, მარჯვნივ და მარცხნივ უნდა შეყოთ ხელი, ჩვეულებრივად და ისე გააყოთ. რაც რა თქმა უნდა ცოტათი არც თუ ისე მოსახერხებელია, როდესაც ზიხართ მესამე რიგში, რა თქმა უნდა. ესე იგი, აქ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ რა? ელექტრონული სავარძლების დაკეცვა 1 და 2. რა მოხდა? წავიდა სავარძელი წინ, დავაჭიროთ მეორეს, წავიდა მეორე სავარძელიც წინ, ელი, ერი, დაკეცვა. რაღაც ხმებს უშვებს. და მეგობრებო, გამოგვივიდა საკმაოდ დიდი სივრცე. საკმაოდ დიდი სივრცე, რატომღაც ვერ ხედავ ღილაკს, რომელიც ამ ავტომობილს ზევითქვევით აწევს და ჩაწევს. 1, 2, 3, 4 ადგილიანისთვის საკმაოდ დიდი საბარგული აქვს, 6 ადგილიანისთვის საბარგული რჩება როგორც ყველა ამ კლასის ავტომობილს, საკმაოდ პატარა, მაგრამ ჩადებთ ერთ დიდ და ერთ ხელჩანთას უკან საბარგულში. მეტი ამ ავტომობილის საბარგულში სათქმელი არაფერი არ არის. ამას არ აქვს ბლაინდები, ამას არ აქვს არაფერი ისეთი საბარგული როგორც საბარგული. ეს არის Geely M9. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ავტომობილი არის ჰიბრიდული და საწვავით და ელექტროენერგიით ერთად შეუძლია გაიაროს 1300 კილომეტრი, მარჯვენა მხარეს აქვს საწვავის ჩასასხამი. ამ საწვავის ჩასასხამთან აქ მიგვითითებს ნაწერი, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ავტომობილში უნდა ჩავასხათ საწვავი ოქტანური ციფრით 92. ჩვენთან საქართველოში ეს საწვავი იყიდება და სახელად ქვია რეგულარი. ხოლო
მარჯვენა, უკაცრავად მარცხენა მხარეს აქვს სატენი პორტი, ჩვეულებრივი კლასიკური GBT სახლის ნელი და GBT DC სწრაფი. რაც გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ დავტენოთ ავტომობილი სხვადასხვა ვარიაციებში. უკანა წამყვანიანი ავტომობილი ჯილი M9 შეიძლება იყოს ორი ელემენტით. 18 კილოვატიანით, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავიაროთ 100 კილომეტრი ელექტროდამოხტვით, უკანა წამყვანი ისევ და ისევ 51 კილოვატიანი ელემენტით, რომელიც მოგცემს range-ს 230 კილომეტრს, ხოლო 4x4-ის ვერსიაში გვექნება მხოლოდ და მხოლოდ 51 კილოვატიანი ელემენტი, რომელიც მოგცემს 210 კილომეტრიან range-ს. ჩავჯექით მეგობრებო ჯილი M9-ში, შევიკარით ღვედი და გამოვცადოთ თუ რას გვაძლევს ეს ავტომობილი გზაზე. როგორც კი გადავიყვანე დრაივზე, ყველაფერი ამუშავდა, დავაჭირეთ, წავედით. მოულოდნელად სწრაფად კრიფავს ავტომობილი. ძალიან კარგად რეაგირებს აქსელერატორის პედალის დაჭერაზე. და გზნობების მიხედვით ისევ და ისევ ჩემი გზნობები არის თითქოს ეს ავტომობილი არის ამ კლასის სხვა ავტომობილ 9X-თან შედარებით ოდნავ ვიწრო, მაგრამ ისევ და ისევ მოკლედ, განვაგრძოთ. ესე იგი, ეს ავტომობილი მეჩვენება თითქოს უფრო ვიწროთ, მაგრამ ვიზუალს მიდიდებს გრძელი მონიტორი, სამწუხაროდ არ მაქვს კამერა, მაქვს მხოლოდ სარკე და რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ 6 კაცი მიზის ავტომობილში, უკან პრაქტიკულად ვეღარ ვხედავ ვერაფერს. მაგრამ ყოველი ჩართვის დროს, როგორც ჩანს, ყოველი ჩართვის დროს ვხედავ მონიტორზე იმას თუ რა ხდება უკან გვერდებზე, მოკლედ იმ ადგილზე, სადაც უნდა წავიდე მე. საკმაოდ დიდი ზომის სარკეები აქვს და კარგი არეალი აქვს ხედვის. გზნობის მიხედვით ვზივარ მაღლა, აქაც ვხედავ ძალიან კარგად ვხედავ წინა ნაწილს, სამწუხაროდ ვერაფრით ვერ დავინახე თუ სად იმყოფება head-up display, მე მგონი გამორთული მაქვს, მაგრამ ამას ეხლა გავასწორებ. და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, აი რა იყო პლუსი სხვა ავტომობილებში, მინდა გამოვწიო საჭე წინ, იმიტომ რომ ამ ყოფნის ძალიან ახლოს არის ეკრანთან და იქიდან გამომდინარე, რომ საჭე ახლოს არის ეკრანთან, წინა ეკრანს მიფარავს მარჯვნივ მარცხნივ ადგილებს. ამას ფიზიკურად ვერ ვხედავ, ესე უნდა შევხედო იქით-აქეთ, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთი ტიპის ავტომობილში, როდესაც წინ გაქვთ, პირდაპირ საჭის წინ გაქვთ გრძელი ინფორმატიული ეკრანი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საჭე კარგად მოირგოთ, რომ დაინახოთ. ვეცდები გზაზე გამოვწიე, მაგრამ ისევ და ისევ, მაინც ბევრი არ შეცვლილა. მე ესე ვერ ვიჯდები, ანუ საჭე ყოველთვის მიფარავს რაღაც კუთხეს და თავი იქით-აქეთ უნდა ვატრიალო. მივდივართ წინ, ნახოთ რა გვაქვს კიდე. შეგრძნებები. კარგად ემორჩილება მუხრუჭს და აქსელერატორის პედალს. მგონია შეგრძნება მაქვს, რომ საჭე უფრო დიდი უნდა იყოს, ძალიან მეჩვენება თითქოს ძალიან პატარა საჭეა ხელა ავტომობილისთვის, რაღაცნაირად სათამაშოს ეფექტს მიტოვებს. მაგრამ სხვანაირად ჩავჯდები აბა როგორ ვზივარ, სხვანაირად პრინციპში კარგად დადის. არც აქ არ გვაქვს იმის შთაბეჭდილება, რომ ეს ავტომობილი არის ძალიან დიდი ან ძალიან გრძელი, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, იმ დონეზე მარტივად მოძრაობს, რომ საერთოდ არ არის იმის შეგრძნება, რომ ეს არის 3 პლუს ტონის წონის ავტომობილი. მივდივარ და მივწურავ. არ მრჩება არასდროს იმის აზრი,
არ მომდის საერთოდ თავში იმის აზრი, რომ სადღაცას არ მეყოფა ძალა ავტომობილის, ვიღაცას ვერ გადავასწრებ, ან ყველაფერი რაც ამასთან დაკავშირებულია. ხედავ ყველაფერს და ვგრძნობ თავს ძალიან კომფორტულად და კარგად. რა კარგი რამეა ის, როდესაც ჩართავთ მანიშნებელს, რომ მარჯვენა მარცხნივ უხვევთ და ხედავთ თუ რა ხდება უკან და იცით, რომ არავის არ გადაუჭრით გზას და არავინ არ დაგეჯახებათ, ამას ყოველთვის ხედავთ. გამოვცადოთ, რას გვაძლევს ეს ძრავი და მისი ცხენის ძალები 3, 2, 1. უაა! გვაძლევს. საკმაოდ წვრილი გზაა და ბოლომდე არ განვაგრძე, მაგრამ ჩავაჭირე. იცით როგორი შთაბეჭდილებაა? სპიდომეტრზე ხედავ ციფრები კოლოსალური სიჩქარით იზრდება. გრძნობა იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ რბილი ავტომობილია, შეკრულად და თან შეკრულია, თან რბილი ერთდროულად რა, რაღაცნაირად ისეთი აუღწერელი გრძნობებია. ანუ ვაჭერ აქსელატორს ბოლომდე, ციფრებს ხედავ, რომ კრიფავს, ვიზუალურად ვერ ხედავ, ფიზიკურად ვერ ვგრძნობ. დიდი უზარმაზარი სავარძელი, კრიფავს სიჩქარეს და ხედავ ციფრებს. ხოლო უკვე როდესაც აღწევს მანიშნებელს 100 და ზევით, უკვე იგრძნობა ხედავ, რომ ავტომობილი მართლაც სწრაფად მოძრაობს. მაგრამ თუ არ გაქვთ ეს სპიდომეტრი ხედვის არეალში, შეიძლება თავისუფლად ისე დაარღვიოთ სიჩქარე, როგორც არაფერი, იმიტომ რომ სიჩქარე ამ ავტომობილში არ იგრძნობა. კარგი ხმის იზოლაცია აქვს, საკმაოდ ჩუმია, მაგრამ მაინც მესმის საბურავები გზაზე. მაინც მესმის, როგორც კი გადავდივარ შედარებით უფრო უხეშ ასფალტზე, საბურავების ხმა მესმის. შეიძლება ეს არის კონკრეტულად ამ საბურავებზე არის ესეთი ეფექტი, რომ ეს არ არის რაღაც სუპერ პრემიალური საბურავები. ვაჭერთ გას 1, 2, 3. წავიდა 100. მაგრამ მეტყობოდა, რომ ძალიან ვიგძენი, რომ ამ ავტომობილმა 100 აკრიფა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არის ჰიბრიდული ავტომობილი, ჰიბრიდული ავტომობილისთვის ძალიან კარგი მანიშნებელია ის, რომ იქცევა როგორც ელექტროავტომობილი. სიმძლავრე, დამორჩილება, საერთოდ ვერ ვგებულობ როდის დაიქოქა შიდაწვის ძრავი, იმიტომ რომ როგორც გაჩვენეთ დავაჭირე ბოლომდე აქსელატორის პედალს, ავტომობილმა დაიწყო აკრეფა, რაღაც ვერც კი დავითვლიდი რა წამებზე იყო საუბარი, უკვე 100 მიჩვენა, თითქოს მომეჩვენა რომ საიდანღაც ისმოდა ბენზინის ძრავის ხმა, მაგრამ თავიდან მეგონა რომ ეს იყო ელექტროძრავის ხმა, თურმე ყოფილა ბენზინის. თუ არ იცით რომ ბენზინი დაიქოქა, ძრავი დაიქოქა, ვერასდროს ვერ მიხვდებით რომ დაიქოქა. რაც ამ ხელ ავტომობილისთვის, მძლავრი ავტომობილისთვის, ჰიბრიდული ავტომობილისთვის არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. კარგია. კარგად იგრძნობა. ყოველდღიური მოხმარებისთვის მე ამ ავტომობილით ვივლიდე. ერთი მხოლოდ ნიუანსი. ეს არის ძალიან გრძელი ავტომობილი. ტესტ-დრაივი დასრულდა და ავტომობილი მართლაც ძალიან მომეწონა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ თქვა ავტომობილის შესახებ. ამ ავტომობილს აქვს ავტომატური პარკინგის სისტემა, მაგრამ თლათ ბოლომდე ავტომატური პარკინგი არ არის, იმიტომ რომ თუ გინდათ რომ ავტომობილი თვითონ გაჩერდეს, თქვენ უნდა იჯდეთ საჭესთან. კი ბატონო, თვითონ დააყენებს პარკინგზე, თვითონ შევა ადგილზე, სადაც საჭიროა, ყველაფერს თვითონ გააკეთებს, მაგრამ თქვენ უნდა იჯდეთ შიგნით. ეს არ არის ის ავტომობილი, რომელიც დააყენებს ავტომობილს იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ არ ზიხართ შიგნით. ეს არ არის ავტოპილოტი, ეს არის ავტოპარკინგი. უახლოვდება დასასრულს ჯილი M9-ს მიმოხილვა, რა შემიძლია ვთქვა ორიოდე სიტყვით ამ ავტომობილის შესახებ. სრულ ზომიანი crossover-ი, როგორც ამას ეძახიან. 3 რიგით, 11 კამერით, ლიდარით, პრაქტიკულად ყველა იმ ყოველდღიური მოხმარების
საგნებით და ოფციებით, რაც შეიძლება გამოგედგეს ადამიანს, როდესაც ყოველდღიურად ხმარობ ამ ავტომობილს. დიდი ზომა, 3 რიგი, ფასი, $40,000. რას იპოვით ამ ფასში, ესეთი ზომის და ესეთი ხარისხის. მე ჯერჯერობით არ ვიცი. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვისვით ლაიქები, მოგწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამის შესახებ და ჩვენ გავაგრძელებთ მიმოხილვებს.